პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ პენტენციურ დაწესებულებაში ახალი შეზღუდვებია ამოქმედებული. საპატიმრო დაწესებულებაში ლაშა ბუღაძის წიგნი დამკვირვებელი სამოქალაქო აქტივისტებმა ვერ შეუგზავნეს 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ ნანა სანდერს. სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ რამდენიმე ხნის განმავლობაში ჰქონდათ ამის მცდელობა, თუმცა პენტენციური სამსახურიდან ვერ მიიღეს განმარტება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ ეძლეოდათ მათ იმის შესაძლებლობა, რომ ბუღაძის წიგნი საპატიმრო დაწესებულებაში შეეგზავნათ. ლაშა ბუღაძე პირველად საუბრობს ამ საკითხთან დაკავშირებით. წიგნის ავტორი დარწმუნებულია იმაში, რომ პენტენციური სამსახურის თანამშრომლებმა ბადრაგებმა არც კი იცოდნენ ამ წიგნის შინაარსის შესაბამისად. ლაშა ბუღაძე ფიქრობს, რომ ახლა საქართველოს ციხეებში გადმოტანილი არის რუსული პრაქტიკა, რუსული მეთოდები და მისი განმარტებით ეს ყველაფერი არის მხოლოდ და მხოლოდ ცენზურის მცდელობა. გიორგი რომელაშვილმა გადაწყვიტა, რომ სინდისის პატიმარ ნანა სანდერისათვის შეეგზავნა ჩემი რომანი დამკვირვებელი და აღმოჩნდა, რომ უშუალოდ ბადრაგს უთქვამს, რომ ამ წიგნის შეგზავნა არ შეიძლება, ვინაიდან იგი არის პოლიტიკური. აი ამ დეფინიციით. ჩემთვის იყო საინტერესო უპირველეს ყოვლისა ეს შეკითხვა გაჩნდა, რომ ეს უშუალოდ ბადრაგის გადაწყვეტილება იყო, რომ ასეთი განსაზღვრება მიეცა მხატვრული ტექსტისათვის, თუ ზოგადად არსებობს რაიმე ტიპის სია აკრძალული ან ავტორების ან აკრძალული წიგნების, ან და საერთოდ ვინ განსაზღვრა და ვინ მიაჭინიჭა აი ამ ტიპის ასე ვთქვათ ეპითეტი ტექსტს, პოლიტიკურია თუ არაპოლიტიკურია, ეს საერთოდ რას ნიშნავს? ან და უკაცრავად პოლიტიკურიც რომ იყოს შინაარსი, რატომ არ უნდა წაიკითხოს ეს მოქალაქემ, გნებავთ ამ შემთხვევაში პატიმარმა თუ ნებისმიერმა. ბადრაგი არ ამგონია, რომ იქ დამჯდარი იყო და ჩაიკითხა ეს წიგნი, ახლა ეჭვმეპარება რომ ანოტაციად ჩაიკითხა. ანუ ეს არის ტენდენცია, რომელიც გულისხმობს უკვე ზოგადად ივანიშვილის რეჟიმის ტენდენციას, რაღაცები ისევ და ისევ უკვე ამ ფორმით აკრძალოს. ანუ ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ მხატვრული ტექსტის აკრძალვის პირველი გაცხადებული მნიშვნელოვანი შემთხვევა და მაგალითი გვხვდება თანამედროვე საქართველოს ისტორიაში. ძალიან საშიში პრეცედენტია, ამის ნორმალიზება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ამას სჭირდება რეაგირება, იმიტომ რომ არავის არ აქვს უფლება, რომ აუგრძალოს ადამიანს კითხვა. ბუნებრივია, ახალ შეზღუდვებთან დაკავშირებით არსებობს კითხვები, ჩვენ დავუკავშირდით პენტენციურ სამსახურს, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ჯერჯერობით პენტენციურ სამსახურს არ გაავრცელებია. რაც შეეხება შეზღუდვებს, ქალთა ციხიდან გამოსული ნინო დაათაშვილი ის რამდენიმე თვის განმავლობაში იყო პატიმრობაში, ამბობს, რომ ეს შეზღუდვები საპატიმრო დაწესებულებაში ნამდვილად არსებობდა. მასწავლებელი, რომელიც თვეების განმავლობაში იყო ციხეში, ამბობს, რომ მასთან იყო რიგი შეზღუდვები, მაგალითად მის სამუშაო წიგნებს ზღუდავდნენ საპატიმრო დაწესებულებაში. ნინო დაათაშვილი ამბობს, რომ ეს იყო დიდი რეპრესიები საპატიმრო დაწესებულებაში, რომელიც თავადაც გამოსცადა. დიდი ძალისხმევის შედეგად ხდებოდა რვეულების შემოგზავნა, ბლოკნოტი წარწერის გამო დაიბლოკა, ინგლისურენოვანი წარწერა იყო ერთ-ერთი ქალთა ორგანიზაციის, არაფერი არ ეწერა, უბრალოდ ორგანიზაციის სახელი ეწერა ინგლისურად და ჩვენო არ ვიცით რა წერია. იყო ასეთი ფაქტები, რომ წიგნები აკრძალული იყო გარკვეული, მაგალითად ლევან ბერძენიშვილის წიგნზე შევიტყვე, ეხლა ლაშა ბუღაძის წიგნზე გახდა ცნობილი. იყო ასევე ომი არ უნახსენებული იყო, ცეცხლი, ანუ დახატული სიმბოლიკაც არ უნდა ყოფილიყო, თქვა ცეცხლი, იარაღი, ასე შემდეგ. მე მგონია, რომ წიგნის აკრძალვა და მინაწერის აკრძალვა არის სიტყვის თავისუფლების აკრძალვა. ციხეში ლაშა ბუღაძის წიგნის შეზღუდვას რამდენიმე წუთის წინ გამოეხმაურა პენ-ცენტრი. ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ეს შემთხვევა არის შემაშფოთებელი.